გამომწვარი ქათამი არგენტინულად, ჩიმიჩური соуსი და პოლენტას ორწყობილებით. ქათამი 1 კილოგრამი, ნიორი 3 კბილი, ლიმონი 1 ცალი, ზეითუნის ზეთი 20 მილილიტრი, სუნელები, ცოტა ორეგანო, ძირა, პაპრიკა, დაღერღილი წიწაკა, მარილი გემოვნებით. ჩიმიჩური соуსის მოსამზადებლად დაგჭირდება წითელი ბულგარული 2 ცალი, ნიორი 3 კბილი, მწვანე ხახვი 1/2 კონა, ქინძი 1/2 კონა, ცოტა ორეგანო, პაპრიკა, მარილი გემოვნებით. მოვამზადოთ პოლენტას ორწყობილა, ფეტვის ბურღული 300 გრამი, ძე 100 მილილიტრი, კვერცხი 2 ცალი, ცოტა პაპრიკა, მარილი გემოვნებით. არგენტინელებს განსაკუთრებით უყვართ ხორცი, სტეიკი, ღორის ნეკნები, ნებისმიერი ხორცი. დღეს მე მოვამზადებ ქათამს, არგენტინულად დამუშავებულს და გემრიელად შეზავებულს. დავიწყებ ქათმის შესასავებელ соуსის მომზადებას. ჭირდება ორეგანო, დაახლოებით 1 გრამი, დაღერღილი წიწაკა, ცოტა, ძალიან ცხარი არ უნდა იყოს, პაპრიკაც, ცოტა ბულგარული წიწაკის სუნელი, ძირა ძალიან უხდება 1 გრამი, ნიორი დაახლოებით 3 კბილი. ძირითადად ამ соуსის წასმის შემდეგ აჩერებენ 24 საათი მაცივარში. თუმცა პირდაპირ შეიძლება შეწვა. არგენტინელებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ხორცთან. აქვთ უზარმაზარი ფერმები, მათ კაუბოებს გაუჩოს ეძახიან. ცოტა ზეითუნის ზეთი, ამას კარგად აურევ, აქვე მარილს დაუმატებ. ამას ჭირდება კიდევ 1/2 ლიმონის წვენი. ეხლა დავუმუშავებ ქათამს, როგორც არგენტინელები ამუშავებენ. ქათამს უნდა მივცე ბაყაყის ფეხების ფორმა, სწორედ ასეც ეძახიან გამომწვარ ქათამს არგენტინელები და რატო? ამუშავებენ სხვანაირად. ჭრიან შუაზე ქათამს განახეთ ახლა ზუსტად როგორ კეთდება. პირველ რიგში ზედმეტი ნაწილები უნდა მოვაშოროთ. აი ეს ნაწილი გვინდა ჩვენ. ეს უნდა იყოს ბაყაყის ფეხები. ჩაუჭრათ კერთან. გადავჭრათ ხელხემალი. და გამოვიდა არგენტინული ბაყაყის ფეხები. რომელსაც ქათმის გემოა. ქათმისკენ დიდი არაფერი არ უნდა, კისერი უნდა ამოვაჭრათ. მოვაჭრე კისერი, მიიღო გულის ფორმა და ამას სჭირდება ახლა соуსი. გამოსაცხობი ფირფიტა, ბაყაყის ფეხები, ქათმის ფეხები და соуსი საგულდაგულოდ უნდა წაუსვა ყველგან. კარგად გაუჯდეს. ზოგადად არგენტინელები გიждდებიან საქონლის სტეიკზე, ღორის ხორცზე, ერთბაშად 1/2 საქონელს წვავენ ხოლმე. ასე რომ ქათამი ასოცირდება ბოსტნეულთან. соуსი კარგად წაუსვი, რომ გაუჯდეს. ამას ჭირდება ცოტა კიდევ ლიმონი. ლიმონი ასე პირდაპირ დაჭრილი, გამოცხობისას არომატს მისცემს. 1-2 დაფნის ფოთოლი და გამოსაცხობად მზად არის. ღუმელი გახურებულია 200 გრადუსზე. ამას დასჭირდება დაახლოებით 1/2 საათი. ამასობაში მოვხარშავ ფეტვის ბურღულეულს, ანუ იგივე პოლენტა. მოსახარშად ჭირდება დაახლოებით 300-400 გრამი ფეტვი, ცივი წყალი. ისე რომ დაიფაროს, რა თქმა უნდა, ცეცხლი, მარილი გემოვნებით, ცოტა კარაქი რომ უფრო გემრიელი იყოს, დაახლოებით 20 გრამი. ამის მოხარშვა სჭირდება კიდევ 15-20 წუთი. ეხლა მოვამზადებ კიდევ ერთ არგენტინულ რეცეპტს, ჩიმიჩურის соуსი. ძირითადად მზადდება ხახვისგან, ქინძი და ბულგარული. სჭირდება ბლენდერი, სად არის ბლენდერი, აგერე. პირდაპირ უხეშად ჩავჭრი, მწვანე ხახვი, ქინძი,
ბულგარული ციცაკა, წითელი ბულგარული. 2 ბულგარული ციცაკა, გავასუფთავებ თესლისგან. ბოსტნეულს ვჭრი უხეშად, რადგან ვაბლენდერებ. ძალიან კარგი. ცოტა ზეითუნის ზეთი. ძმარი. ახლობით 9 ჩაის კოვზი. მარილი გემოვნებით. ორეგანო და პაპრიკა. ორეგანო. პაპრიკა. და უფრო გემრიელი რო გახდეს სამკბელ ნიორს გავუკეთებ. მოკლედ ეს არის არგენტინელების ყველაზე საყვარელი соуსი, იმიტომ რომ იყენებენ ხორცთან, ბოსტნეულთან, ნებისმიერ პროდუქტთან. ცოტათი წყალი. აუცილებლად თავსახური. დაბლენდერება კიდევა დაახლოებით 20 წამი. მზად არის. შვენიერი გადმოვიდებ. ძალიან გემრიელია. არგენტინელებს გენიალური გემოვნება აქვს. ჩემიჩური соуსი მზად არის. პოლენტაც უკვე მოიხარშა, ამას გამოვხთავ. აუცილებლად უნდა გავაცივო. პოლენტა როგორც კი გაცივდება, ამას ჩავზილავ რძეში, კვერცხში და კარაქში. შემდეგ მივცემ პატარა ჭადის ფორმებს და შევწავ ტაფაზე. ველოდები პოლენტის გაცივებას. პოლენტა გაცივდა, რძე ბევრი არ გვინდა, დაახლოებით 100 მილილიტრი. კვერცხი 2 ცალი. ცოტა პაპრიკა. მარილი. ცოტათი კიდევ. ამას კარგად ამოურევ ერთმანეთში. ამას ძალიან მოუხდება კიდევ ყველი ან ხორცის პატარა ნაჭრები. ჩვენ უკვე ხორცი გვაქვს, ქათამი თითქმის მზად არის. დარჩა პოლენტას შეწვა. მაღალი ცეცხლი, ტაფა, ზეთი. კარგად უნდა გაცხელდეს. ეგრევე წვა უნდა დაიწყოს. პოლენტას პატარა ბურთებს გავაკეთებ და ტაფაზე გავშლი. პოლენტას ორცხობილები მზად არის, კარგად დაბრაწულია. ამერცელს კი მე გავსინჯო. ძალიან კაია. ჩემიჩური соуსაც ამოვხდება. ქათამიც უკვე გამოცხვა. ლიმნის არომატი და დაფნის არომატია მთელ ოთახში. დიდი თებში. ჩემიჩური соуსი. ქათმის გული. პაკის ფეხები. ეს ლიმონი. ეს ქათმის წვენი თქონდა ზემოდან. არგენტინულად შემწვარი ქათამი, ჩემიჩური соусით და რა თქმა უნდა ოქროსფერი პოლენტას ორცხობილები. მზად არის, ძალიან გემრიელად გამოიყურება და რა თქმა უნდა ორიგინალურია.